არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხის პირველი ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ სტუმარს ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა, მანამდე კი იყო შეხვედრები პრემიერთან და მთავრობის წევრებთან. განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, შუა დერეფნის პროექტზე და ამ კონტექსტში თბილისის მშრალ პორტზე კეთდება. ყურადღება გამახვილდა იმ მასშტაბურ ინვესტიციაზეც, რომელიც სწორედ გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ხორციელდება. საუბარია 6 მილიარდი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებასა და აბუ-დაბიში იანვარში ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში 27 წლიანი ისტორიის მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის ემარჯ ჯგუფის მიერ თბილისსა და აჭარაში ორი მრავალფუნქციური პროექტის დაწყებას გულისხმობს. სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელიც იმყოფება საქართველოში ჩამოსულ დელეგაციის წევრებს შორის. შალვა სუმბაძე აშუქებს ვიზიტს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩართავ. ჩალვა, უფრო კონკრეტულად რა მისიით იმყოფება დელეგაცია საქართველოში და რა თემებზე გაკეთდა შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი? თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ხელმძღვანელობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. უკვე შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. დღესვე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ქართული ოცნების ინფორმაციით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა და მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები იყო. ბუნებრივია, საუბარი შეეხებოდა ერთის მხრივ იმ 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელსაც დეველოპერული კომპანია ემარჯ ჯგუფი საქართველოში განახორციელებს და ამის შესახებ ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის გაფორმდა უკვე იანვარში და მას შემდეგ მიმდინარეობს ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობა. როგორც იცით, ემარჯ ჯგუფი აპირებს როგორც თბილისში, ასევე აჭარაში, გონიოში მსხვილი პროექტის განხორციელებას. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინვესტიცია, რომელზეც ყურადღება გაამახვილეს მხარეებმა, იყო მშრალი პორტის პროექტი, რომლის პირველი ფაზაც თბილისში უკვე დასრულებულია და პორტი აქტიურად ემსახურება სხვადასხვა ტერიტორიიდან მომავალ ტურისტებს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მქონდა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრა დელეგაციის წევრებთან. შეხვედრისას შეეხო საუბარი არაერთი მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის, ისევე როგორც ინვესტიციების დამატებით მოზიდვა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე სტუმრობდა ემარის დამფუძნებელი, რომელიც არის ისტორიული ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის. 6.5 მილიარდი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელებულა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი სახის ინვესტიციის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში. ბოლო პერიოდში საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობები ვითარდება საკმაოდ მაღალი დინამიკით. ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ინტერესი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. დღევანდელი შეხვედრა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ გვემსჯელა, გვესაუბრა ჩვენს ურთიერთობებზე, იმ პოტენციალზე, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის და რა თქმა უნდა, მისი საუკეთესოდ გამოყენების შესაძლებლობებზე. ეს ვიზიტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხრიდან არის ნამდვილად უდიდესი პატივისცემის გამოხატულება და სურვილის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ხაზი გაუსვა სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის საერთო ხედვას მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით. თავის მხრივ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ვითარდება, მათ შორის ღრმავდება საინვესტიციო კავშირები, რაც კიდევ უფრო ავითარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და მოლოდინიც არსებობს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში, მათ შორის ვიზიტის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Twitterში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კიდევ ერთხელ გადაუხადა პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა და ამ პოსტში საუბარია იმ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ გაქვთ ინტერესი, მასშტაბური ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ და უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის. ჩვენ გვაქვს ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით და აქაც დინამიკა არის ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით და მათ აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ბედნიერი ვარ საქართველოში ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურება. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენ ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, უკვე დასრულებულია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გააცილა. მადლობა, შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.